17 მაისის საქმეზე ბრალდებულ სასულიერო პირს თამაზ ბიჩინაშვილს ბრალდება მოეხსნა. წინა სასამართლოს ხდომაზე დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ადვოკატები ბრალდებულის მიმართ მტკიცებულებების არარსებობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შეწყვეტას მოითხოვდნენ. მოსამართლის თქმითაც საქმეში მხოლოდ ერთი ვიდეო მასალაა, სადაც მამა ანთიმოზის გინება ისმის და ეს მტკიცებულება არასაკმარისია. შესაბამისად თამაზ ბიჩინაშვილის საქმის არსებითი განხილვა აღარ გაიმართა. შეწყდა მის მიმართ დავა, სამართლებრივი შემდგომი პროცესი არ შედგება და სისხლის სამართლის დანაშაულის 171 მუხლის პირველი ნაწილი დასკვნითი ქმედება მამა ანთიმოს საერო სახელითა და გვარით თამაზ ბიჩინაშვილს დღეიდან მოყოლებული არ აქვს. ის ამ ნაწილით, ამ რეალობით აღარასოდეს არ გასამართლება. თავად თამაზ ბიჩინაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა განაცხადა, რომ მას ბრალი ჟურნალისტების ეკა კვესიტაძისა და ნინო შუბლაძის დამსახურებით წაუყენეს. ჟურნალ ტაბულას რედაქტორს კი მან თავისი წიგნის წაკითხვა ურჩია და სამივე მათგანს მოუწოდა შენდობა ითხოვონ. მოდი ვთქვათ სიმართლე, ქალბატონი ეკა კვესიტაძის, ქალბატონი ნინო შუბლაძის მათ მიერ მოწვეული სტუმრების უზარმაზარი დამსახურება, მე რომ ბრალი წამიყენეს. ნინოს და ეკას თხოვ ადამიანურად შენდობა მაინც თქვან. ქალბატონ თამარ ჩერგოლეიშვილს და იმ საზოგადოებას, რომელიც იმ საღამოს იყვნენ და ასე გაილაღეს ეკლესიის წინააღმდეგ, ქრისტეს მიერ სიყვარულით მივმართავ, მოუწოდებ, რომ როგორც დაკარგული ცხვრები დაუბრუნდნენ ეკლესიის წიაღს. მამა ანთიმოზის გარდა შეკრების ან მანიფესტაციის უფლების უკანონოდ და ძალადობით ხელი შეშლას გამოძიება კიდევ 4 პირს, მათ შორის მამა იოთამ ბასილაიასაც ედავება. თუმცა მათთან დაკავშირებით სასამართლომ დღეს დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და საქმის არსებითი განხილვა 15 აგვისტოსთვის გადადო. ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა კი დღეს განმარტა თუ რატომ და როგორ მოხდა 17 მაისს მამა იოთამის ხელში ეგრეთ წოდებული ტაბურეტკა. ჩვენ დაცვის ქვეშ ყოფს, რაც შეეხება, იქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ მას ხელში ტაბურეტი ეჭირა და ავტობუსი ურტყავდა. ჩვენ განვმარტეთ ეს, მაგრამ მოსამართლემ ეს დამაჯერებლად არ მეჩნია, რომ ავტობუსის ურტყავდა სწორედ ჯერეთი გამოართვა სხვას ეს ტაბურეტი, იმიტომ რომ სხვისთვის არ ჩაერტყა და ის ავტობუსი ურტყავდა, იმიტომ რომ შეეჩერებინა ავტობუსი, რათა უფრო მეტი სიკეთე გადაერჩინა. იქ წინ ხალხი იყო და იყო საფრთხე, რომ ავტობუსი გადაევლო ხალხისთვის. თორე ხელის შეშლას რაც შეეხება მიტინგისთვის, იქ უკვე ის მონაწილეები LGBT-ის წარმომადგენლები დიდი ხნის გასული იყვნენ იქიდან და იქ ვერც ავტობუსი და ვერც ტაბურეტიანი მამაო და ვერც ვერავენ უკვე ვერ შეუშლიდა მათ ხელს. წინა სასამართლოს ხდომას ტრადიციულად ესწრებოდა ქართული დასის ლიდერიც. როგორც ჯონდი ბაღათურიას ხდომის დაწყებამდე აცხადებდა, მას აქვს ინფორმაცია, რომ სასამართლოს სასულიერო პირების მიმართ გამამართლებელი განაჩენი არ უნდა გამოეტანა. სასულიერო პირები კი აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა სამარცხვინოა. ეს არის ცოდვის დაკანონება. და იცი რომელიც ცოდვის გამოც მეთქი უფალმა გოგირდის წვიმა აწვიმა და სოდომ-გომორული და სხვა 5 ქალაქი საერთოდ აღარ არსებობს. დღეს ხვდებით რაზეა საუბარი და აი ამ ცოდვის გამო დღეს ეკლესიის წევრებს კი არა მარტო საქართველოს ასამართლებენ ქართველები. მაქვს ინფორმაცია, რომ ძიებას აქვს შეკვეთა, რომ როგორმე რაიმე მაინც მიუსაჯონ უდანაშაულო სამღვდელოებას იმისათვის, რომ ამით თავი მოიწონოს საზოგადოებად, თუმცა აქვს შიში ასევე. ძალიან სამართლიანი და ობიექტური შიში ხალხის, იმიტომ რომ იციან, რომ ხალხმა შეიძლება უბრალოდ გამოათლიონ კაბინეტებიდან და ჩაქოლონ. ორ სასულიერო პირზე და სამ მოქალაქეზე საქმე 17 მაისს ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თბილისის ქუჩებში განვითარებული მოვლენების გამოაღვიძრა. რუსთაველის ტერიტორიაზე აქცია ფლეშმობის მოწყობის საშუალება უფლებადამცველებს არ მისცეს სასულიერო პირებმა, მრევლმა და ადამიანების ჯგუფმა, რომლებმაც კონტრაქცია გამართეს.